პროდუქტები. აქედან ხდება პროდუქტების დადება. ვაწვევით add products, თუ dropshipping საწარმოებთ აწვევით imports და ჩვეულებრივ აიმპორტებთ. ხოლო თუ მაქვს online მაღაზია და ყიდი პროდუქტს, ვაწვევი add products. ფრილანსერების საქმეში არ შედის პროდუქტების სატვირთო. თუ ფრილანსერი ხართ, თქვენ არ გევალებათ პროდუქტები აუტვირთოთ კომპანიას, ვისთვისაც მუშაობთ. თქვენ გევალებათ მხოლოდ საიტის დიზაინი და აპლიკაციების დაყენება, რომელიც დაჭირდებათ. აქ ჩვეულებრივ title-ში იწერება სათაური, მაგალითად კაცის ბოტასი, მამაკაცის ბოტასი. აქ უკვე აღწერა იწერება, აქვე შეიძლება ვიდეო ფოტოები გაკეთდეს, ვიდეოები ჩაისვას, ცხრილი ჩაისვას და აქ როგორც ხედავთ, generate text აქვს, რომელსაც შეუძლია დაგვიგენერიროს ტექსტი. მაგალითად აქ შეუძლია ჩავწეროთ მამაკაცის Nike-ის ბოტასი. შემდეგ მოდის price, ფასი. შეგვიძლია გავაკეთოთ ფასდაკლება compared price. აქ უნდა დავაწეროთ ძველი ფასი, აქ ჩვეულებრივი ფასი. აქ თითოეულის ფასი. მაგალითად, ღირდა 200, ახლა ღირს 170. აქაც ჩავწერთ 170. და კიდევ რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ეს charge tax on this product. თუ ეს მონიშნულია დამატებით გადასახადებს ახდევინებს მყიდველს. ხოლო თუ ეს გათიშულია, ამაში შედის უკვე ჩვენი გადასახადები, ანუ გადასახადებს ჩვენ მიხდით. თუ online მაღაზია გაქვთ, ეს უნდა გათიშოთ. Dropshipping-ის შემთხვევაში შეგიძლიათ ეს ჩართოთ და გადასახადებს გადაიხდის ის ადამიანი, ვინც თქვენს პროდუქტს შეიძენს. ეს არის უკვე თქვენი საწყობი, რამდენი გაქვთ მარაგში აქედან უთითებთ. მაგალითად, მაქვს 10 ცალი. ჩავწერე 10 ცალი. Shipping-ი, აქ shipping-ის ინფორმაცია შეგიძლიათ მივუთითოთ, add new package, აქ 5 ზომები არის, როგორც ხედავთ, სიგრძე, სიგანე, სიმაღლე. და შემდეგ უკვე წონა. აქვე შეგიძლიათ სახელი მივუთითოთ ამ package-ის. ვარიანტები. აქ შეგიძლიათ უკვე სხვადასხვა ვარიანტები შესთავაზოთ. ნახეთ, ფეხსაცმელისთვის შესაბამისი შემოგვთავაზა კოლორი, მაგალითად გვინდა ფერები შევთავაზოთ. ვაწვევით აქ, green არის ახლა აქ, შეგვიძლია შევთავაზოთ ასევე black-ი, მაგალითად ლურჯიც მინდა და თეთრიც მინდა. ვაწვევი saves და ეს 4 ვარიანტი იქნება. ნახეთ, ახლა saves დავაწვევი და ამ პროდუქტს გადავხედავთ ან. როგორც ჩანს ეს ყველაფერი. აი აქ არის მაგალითად ჩვენი პროდუქტი, როგორც ხედავთ, ფერები დაემატა. მწვანე, შავი, ლურჯი და თეთრი. შეგვიძლია დავამატოთ ასევე ზომები. აქ როგორც ხედავთ, ცალკე ფასებით შეგვიძლია დავაყენოთ shoe size, ანუ ზომები. აქ წერია მხოლოდ 42 ზომა. შემიძლია დავამატო ასევე სხვა ზომებიც. აქედან შემიძლია მე თვითონაც შევწერო, მაგალითად მინდა 37 ზომა. დავამატო, ავერჩი 37. შემდეგ 39 მაქვს მაგალითად კიდევ. ავერჩი 39. ვაწვევი done, ვაწვევი save. გადავდივართ აქ, ვარეფრეშებთ და ზომებიც ამოვაგდო. თუ მაქვს კიდე რაღაცა ვარიანტები, შემიძლია აქედან დავამატო. ამას მივხვდით. აქედან უკვე შემიძლია ყველა ფასი, ყველა ვარიანტისთვის ცალკე ფასი გავაკეთო. მაგალითად, მწვანესთვის 42 ზომაზე მინდა დავაყენო $180. აქედან ახლა მოინიშნა, რომ ფასი მეტყობს ამა და ამ ფასში. Save დავაჭირე, დავაწინე ამას და როგორც ხედავთ, $180 გახდა ფასი. მწვანე 42 ზომაზე შევცვალე ფასი. ასევე აქვე შემიძლია მარაგი მივუთითო. აქ ნახეთ, როგორც ხედავთ, მიწევს მხოლოდ ინდივიდუალურია. ვინაიდან რამდენიმე ვარიანტი მაქვს, ყველა სათითაოდ უნდა მივუთითო რამდენი მაქვს მარაგში. მაგალითად, ეს 42 ზომა მაქვს 20 ცალი, ეს მაქვს 30 ცალი და ასე შემდეგ. შემყავს ვაწვევი save და ინფორმაცია განახლდება. აქაც დავაწვევი. ერთი წუთი აქ. 37 ზომა შავი. black-ი 37 ზომა. აი განახლა, როგორც ხედავთ, ახლა მარაგში საჩვენებს და რიცხვებსაც ვუთითებ. ნუ ამასაც მივხვდით. კატეგორი მეტაფილს ეს უკვე SEO-თვის არის, რაც უფრო გაიგებს SEO რა არის ეს ჩვენი პროდუქტი, მით უფრო ადვილად შესთავაზებს შემდეგ იმ აუდიტორიას, ვინც ეძებს ამ პროდუქტს Google-დან.
როგორც ხედავთ, ყველაფერი შევსებული არის. თუ რამე არასწორად არის შევსებული, შეგვიძლია წავშალოთ ან შევცვალოთ. აი აქედან წაშლა არის, შეგიძლია ჩავწეროთ კიდევაც. და ბოლოს search engine listing. აი ეს არის SEO-სთვის, ნახეთ. ეს არის სათაური, ეს მოკლე აღწერა და ეს უკვე არის URL-ი. მაგალითად, შევწერე Nike shoes. აი ეს არის სათაური, რაც აი აქ ვნახეთ. მამაკაცის ბოტასი, როგორ გვინდა გამოჩნდეს. და ეს უკვე არის აღწერა, რომელიც აი აქ გამოჩნდება. რაც უფრო დეტალური იქნება და ის keyword-ები იქნება, ის სიტყვები იქნება გამოყენებული, რასაც ხალხი აი აქ წერს, მით უფრო დიდი შანსია, რომ ჩვენი პროდუქტი ამოუგდოს აი აქ. ასე რომ გაითვალისწინეთ, ეს არის SEO-სთვის. Product organization. ახლა აქეთ ამ მხარეს გადავიდეთ. აქ სტატუსი არის. Შეიძლება draft-ში გავიტანოთ, რაც არ გამოჩნდება. Unlisted ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქტი იქნება საიტზე, მაგრამ მხოლოდ თუ სწორედ ამ ლინკს გაუგზავნოთ ვინმეს, იმ შემთხვევაში შეძლებს ყიდვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მაღაზიიდან ამ პროდუქტს ვერავინ ვერ ნახავს. აქ აჩვენებს გაყიდვებს, პროდუქტის დეტალები. Type, რა ტიპის პროდუქტი არის, მაგალითად არის ფეხსაცმელი. Window, მაღაზია, ანუ ჩვენი კომპანიის სახელი ჩანს აქ, სწორედ მაგიტომ შევიყვანეთ წეგან General-ში, setting-ებიდან General-ში ჩვენი სახელი. ძალიან თუ. ხოლო კოლექციები უკვე არის მივე კატეგორიები, რომელიც ჩვენ საიტზე იქნება. მაგალითად, მამაკაცის ფეხსაცმელები, ქალის ფეხსაცმელები, ქალის მაისურები, კაცის მაისურები, ესენი არის კატეგორიები, ანუ კოლექციები. აქედან შეგვიძლია დავამატოთ add new collection. ჩავწერთ სათაურში კაცის ბოტასები. აქ description-იცაც თუ მიუთითებთ უკეთესი არის SEO-სთვის. თუ ფოტოსაც ჩასვოთ რამეს, ეგეც კიდევ უკეთესი არის. Dem templates ცოტა ხან შევხსნით, ეგ უკვე საიტის ნაწილი არის. და ესეც როგორც გითხარით, აი აქ როგორც გამოჩნდა ეს არის კოლექცია დიდი ალბასობით men's shoes. ნახეთ როგორ ამოვაგდო. აქ უკვე მისამართებს და რაღაცებს ითხოვს. და როგორც ხედავთ, კოლექცია გაიხსნა და არა ერთი პროდუქტი. ასე რომ რაც უფრო დეტალურად იქნება სათაური და description-ი, მით უფრო უკეთესია. ვაწვევით saves და დაიმატება მამაკაცის ბოტასების კოლექციაში. თეგები. ეს თეგებიც ეხმარება პროდუქტი უფრო ძიებადი იყოს, როგორც ჩვენ საიტზე აქ საძიებოში, ასევე ამ Google-ის საძიებოშიც. აი აქაც რომ მოიგზავნოს ჩვენი პროდუქტი. შევიყვანთ რა თქმა უნდა. ვინაიდან ქართულად გვაქვს დაწერილი, ჩავწერთ მამაკაცის ბოტასი, მამაკაცის ფეხსაცმელი. რასაც search-ავს ხალხი. ეგ არის ზუსტად SEO-სთვის. და dem template. მოდით ჯერ შევინახოთ. Dem არის თემა, template არის შაბლონი. ანუ ამ პროდუქტისთვის შეგვიძლია კონკრეტული ვებსაიტის დიზაინი გავაკეთოთ. რას ნიშნავს ეს? იმისთვის რომ ეს გაიგოთ, უკვე უნდა გავხსნათ ჩვენი online store და გადავხედოთ საიტს. საიტის სტრუქტურა, სადაც დიზაინი ხდება. იმისთვის რომ დიზაინის შექმნა დავიწყოთ, უნდა ავირჩიოთ ჯერ გეგმა. პირველი სამით ყველასთვის $1 არის. დასაწყისისთვის არ გჭირდებათ არც ერთი აქედან. თუ უკვე დიდი მაღაზია არ გაქვთ და გყავთ უკვე თანამშრომლები, მაგალითად 5 თანამშრომელი, რომელსაც შეგიძლიათ მიანიჭოთ ეს წოდებები, რომ მართონ ეს საიტი და არა თქვენ. შეგიძლიათ პირდაპირ ეს აირჩიოთ, შეგიძლიათ ეს აირჩიოთ. ყველა შემთხვევაში ამ 3-დან ჩამოთვლილთაგან $1 გექნებათ გადასახდელი 3 თვის მანძილზე, რომელიც არ უნდა აირჩიოთ. ვინაიდან მე ამას ონლაინ მაღაზიისთვის არ ვიყენებ, მხოლოდ სასწავლებლად არის, ავირჩევ ჩვეულებრივ basic, select basic. აქ უკვე შევიყვან ჩემი ბარათის მონაცემებს, გადავიხდი ამ $1 და შევძლებ გამოყენებას. როგორც შეხედავთ, გადავიხადე და ახლა შემიძლია საერთოდ მოხსნა ეს პაროლი, ან შემიძლია დავტოვო. მოდი მოხსნათ, რომ არ შეგვიშალოს დიზაინში და ჩვეულებრივ ახლა შევდივართ edit home-ში. ახლა გაჩვენებთ იმ პროდუქტის შაბლონს, რაზეც გესაუბრებოდით. ეს არის default პროდუქტი. ესე გამოიყურება ყველა პროდუქტის გვერდი. აქედან რასაც გავაკეთებ ცვლილებებს, ყველა პროდუქტი აისახება. ამას არ გულისხმობ სახელებზე, ფასებზე და სხვა რაღაცებზე. ეს იგულისხმება შაბლონი თვითონ საიტის. საიტი იყოფა 3 ნაწილად. ნახეთ, header-ი, რომელიც აი არის ეს თავი,
აი ეს ზედა ნაწილი და ეს მენიუ. ეს არის ჰედერი, ანუ დასაწყისი. შემდეგ არის body, ანუ ტანი, რომელიც არის footer-ამდე, ანუ footer-ი არის უკვე ეს ქვედა ნაწილი, ნახეთ, ქვედა მენიუ, სადაც არის შემოვართით email-ის list-ს, მის მიერ არის საწყობილი ეს საიტი და უკვე პოლიტიკები ამ საიტის და სოციალური მედიის. ეს არის footer-ი, ნახეთ, footer აწერი. Footer-სა და header შორის უკვე არის body, ანუ ტანი. ეს არის თვითონ მთავარი გვერდის საიტის შაბლონი. პროდუქტებისთვის შეგვიძლია შევქმნათ ცალკე შაბლონი საიტი. აქ შეგვიძლია ჩავსვათ ბანერები, შეგვიძლია ჩავსვათ ფოტოები, ვიდეოები და სხვადასხვა რაღაცეები. აქვე შეგვიძლია ჩავსვათ მაგალითად slideshow. მაგალითად დავამატე ეს slideshow. სპეციალურ შეთავაზება, მაგალითად ფასდაკლება მაქვს ერთ კვირიანი, რომელიღაც კოლექციაზე და მინდა რომ გამოჩნდეს ყველა პროდუქტის გვერდზე. ანუ ვიღაცამ რო გახსნას ეს მამაკაცის ბოტასები და მინდა რომ გამოჩნდეს აქ სხვა პროდუქტებიც. ჩვეულებრივ აქ აიტვირთება ბანერი. თიწუთი, აი ეს არის სლაიდი. ამ სლაიდში შედის როგორც ხედავთ heading-ი, best sellers, ტექსტი, პარაგრაფი ეს არის და button ღილაკი. ამ ღილაკში იჭდება ლინკი, მაგალითად შემიძლია კოლექციის ლინკი ჩავსვა, მაგალითად რომელიღაცა კოლექციაზეა ფასდაკლება, ან შემიძლია შევქმნა კოლექცია სახელად ფასდაკლებები და ფასდაკლებების სექცია ამოვარდება აი აქ. შემიძლია ჩავსვა ფოტო, slides რო გავხსნი, select-ს დავაწვევი. ვინაიდან ეს ფოტო ატვირთული მაქვს, მაგალითად ეს არის სპეციალური შეთავაზების ის შაბლონი და გამოჩნდება აი აქ. ეს გამოჩნდება ყველაზე, მაგრამ თუ მინდა რომ მხოლოდ ფეხსაცმელების იმაში გამოჩნდეს პროდუქტებში, უნდა შევქმნათ template-ი ფეხსაცმელების პროდუქტებისთვის. ვინაიდან კაცის ფეხსაცმელებზე სხვა აუდიტორია არის, ქალის ფეხსაცმელებზე სხვა აუდიტორია არის. შევქმნი აქ მამაკაცის ბოტასი მაგალითად. და აქ ამოვარდება მხოლოდ ბოტასის რეკლამები. აი აქ. ვაწვევი saves, exit, products, ახლა ზედაპირულად გაიყვებით, შემდეგ უკვე საიტის დიზაინში უფრო დეტალურად იქნება. Them template, მამაკაცის ბოტასი აქ ავირჩევ, ვინაიდან მხოლოდ მინდა კოლექცია, ვინც კაცის ბოტასებში შედის, იმათ შეხვდეს. ვაწვევი saves. მამაკაცის ბოტას ახლა იქნება კონკრეტულად თავისი ვებსაიტის დიზაინი, ხოლო ქალების ფეხსაცმელებისთვის იქნება ცალკე ვებსაიტის დიზაინი, სადაც იქნება იქ ცალკე შაბლონები, ანუ შეთავაზებებში, აი ამას რო გავხსნით. რაიცა პროდუქტია ჩანს, აი გამოჩნდა. სადაც აქ გამოჩნდება მამაკაცის ფეხსაცმელების რეკლამები, ხოლო ქალების ფეხსაცმელების რეკლამებში გამოჩნდება ქალის რეკლამები. სხვა ფეხსაცმელების და ასე შემდეგ. აქ მხოლოდ სლაიდის ჩამატება არ შეიძლება კიდევ ბევრი რაღაცა, რომელსაც საიტის დიზაინში შევისწავლით უკვე როგორ შეიძლება კონკრეტულად ერთი პროდუქტის საიტის დიზაინი. კოლექციებზეც იგივე არის. ყველა კოლექცია შეგიძლიათ გავუკეთოთ თავისი ვებსაიტის დიზაინი, დავუერთოთ ვიდეო და ასე შემდეგ. პროდუქტის ვიდეო სულ ეს არის, შემდეგი ვიდეო იქნება უკვე კოლექციები.